გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის ქალბატონო ნინო, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ იმ ხმაურიან ჩანაწერებზე, რომელიც გამოქვეყნდა და სადაც საკმაოდ არასასიამოვნო საუბრები არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ მაინტერესებს არის თუ არა, თქვა დაინახეთ თუ არა სერიოზული საფრთხე, რომელიც ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას აი ამ ჩანაწერების მიხედვით და შეიცავს თუ არა, თქვა ეს ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს. იცით რა შეასაქმე? საფრთხე ჩვენ სახელმწიფოებრიობას ემუქრება იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა ის ელემენტარული დანაპირები, რომელიც მისცა საქართველოს მოსახლეობას, არ აღადგინა სამართლიანობა, არ დააკანონა ქვეყანაში კანონის უზენაესობა და თამაშობს პოლიტიკური თამაშებით იმისათვის, რომ რადგან არ უნდა დაუჯდეს ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამის გამო გააკეთა ქართულმა ოცნებამ ის, რომ გართულმა კოჰაბიტაციაში გადაარჩინა რეალურად ნაციონალური მოძრაობა, შემოინახა ნაციონალური მოძრაობა იმისათვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსახლეობა კვლავ დაეყენებინათ არჩევანის წინაშე ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა. ოღონდ ვერ გაითვალისწინა ქართულმა ოცნებამ, რომ კუდა მორიელის არ იყოს ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შეეცდება დაგესლოს ყველა მის ირგვლივ და ეს არის ძალა, რომელიც და ამას არც ჩანაწერები ჭირდება და არც ჩანაწერების აუთენტურობის დადგენა და ასე შემდეგ. სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობდნენ, რომ რა მოისმინეთ ისეთი, რაც არ იცოდითო და ამაში ნამდვილად მართლები არიან. არაფერი არ მოგვისმენია ისეთი, რაც არ ვიცოდით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ხელისუფლების გაძლიერებისათვის, მათთვის არც საქართველო, არც სტაბილურობა, არც ადამიანი აბსოლუტურად ნამდვილად არაფერს არ ნიშნავს და ასეთი ძალის გადარჩენა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოგეყენებინა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, კონიუნქტურისათვის და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, ეს არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ის დანაშაულებები, რომელზეც აქამდე იყო საუბარი. ქალბატონო ნინო, მაინტერესებს მოსალოდნელია თუ არა, ვთქვათ, ამ ჩანაწერების შემდეგ ის, ვთქვათ, საქმე, რომელიც აღზრულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გაგრძელდეს რომელიმე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ვთქვათ, გიგა ბოკერიას დაკავებით. არა, რომელ სამსახურზე მელაპარაკებით, ან პროკურატურა რას გავს ქვეყანაში, ან საგამოძიებო სისტემა რას გავს, ან რომელიმე უწყება საერთოდ რას გავს, ჩვენ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ახლა? რა უნდა გამოიძიოს ამ ხელისუფლებამ, რომელმაც უკვე ჩადენილი დანაშაულები ნაციონალური მოძრაობის ვერ გამოიძია, უკვე ჩადენილი დანაშაულები ვერ დაუმტკიცა ახალაიას, ვერ დაუმტკიცა მერაბიშვილს, ვერ დაუმტკიცა სააკაშვილს 4 კოსტიუმზე ედავებოდა. ამ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? ამ ხელისუფლებას ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის რომ ინტრიგები ხლართოს და ეს როგორც ჩანს ძალიან კარგად ეხერხება ქართული ოცნების ლიდერს, ხლართოს ინტრიგები იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ქვეყანაში არის აბსოლუტური კრიზისი ყველა მიმართულებით. კატასტროფული მდგომარეობა არის ეკონომიკაში. უმძიმეს მდგომარეობაში არის მოსახლეობა და სოციალური პრობლემებით იხრჩობა ადამიანები. უმძიმესი მდგომარეობა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით და ისე გაატარა ხელისუფლებამ თიბილოვის განცხადება და მას რუსეთის პასუხი ვითომაკაც არაფერი, რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ? უბრალოდ ერთი რამე მითხარით ამ ხელისუფლების გაკეთებული. ერთადერთი რაც ამ ხელისუფლებას რეალურად მართლაც აწუხებს, ეს არის რომ როგორმე შეინარჩუნოს თავისი, ესე ვთქვათ, პრივილეგიები, რომლებიც მიიღეს, იმიტომ რომ მართლაც ისეთი, ესე ვთქვათ, წყალობა გადმოუვიდათ ბიძინა ივანიშვილის წყალობით, რასაც ვერასოდეს ვერ იოცნებებდნენ და ეხლა ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან დიდ ნაწილს ნამდვილად არაფერი არ აინტერესებს იმის გარდა, რომ როგორმე 2016 წელს დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩვენი ამოცანა ნამდვილად სხვა არის. მე იმედი მაქვს. ქალბატონო ნინო, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს საქმე? საკმაოდ ისეთი 315 მუხლი ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ძალადობის გზით. 315 მუხლით როცა ეს საქმე აღძრეს, ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინო იყო. ხა მე არ მინდა ექსპერტის როლში გამოვიდე, მით უმეტეს რომ ჩემი პროფესიით იურისტი ვარ და ბუნებრივად, ესე ვთქვათ, მიბიძგებს ჩემი პროფესია, რომ ამის ანალიზიც გავაკეთო და ეს არ მინდა, მაგრამ ნუ ერთ სიტყვი ხა როცა 315 მუხლით საქმე აღძრეს, ჩვენ საქმე გვქონდა მხოლოდ
და მხოლოდ რომელიღაცა უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ, ესე ვთქვათ, ჩანაწერთან, ეს მაშინ აუდიო ჩანაწერიც კი არ იყო, ეს ხო სამარცხვინო და სასაცილოა. რაზე ვლაპარაკობთ ხალხო მართლა, რაზეა ლაპარაკი? უკვე ჩადენილი დანაშაულებები გამოიძიეთ თქვენ იმ ხალხის, ვიზეც არის ლაპარაკი და ნამდვილად არ დაგჭირდებათ შორს წასვლა და ახალი დანაშაულებების ან დაგეგმილი დანაშაულებების ძებნა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი რატო ხდება? ეს ხდება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მუდმივად ორ პოლუსად ჩამოაყალიბოს ქვეყანაში პოლიტიკური ველი. მე წეხან შემთხვევით კი არ მიხსენებია იგივე ეკონომიკური სიტუაცია. დააკვირდით ბოლო კვირების საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ბუნებრივად ყველა აშუქებს თავიდან ბოლომდე რუსთავიორთან დაკავშირებულ მოვლენებს. პოლემიკას ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენ თუ მოგისმენიათ ან გაცხადებები, ან განმარტებები, ან ინიციატივები იგივე მთავრობის მხრიდან თუნდაც იმ თემებზე, რაც მოსახლეობას ტკივა აწუხებს და რაც ქვეყნის განვითარებისათვის არის მნიშვნელოვანი. არა, მთელი ეს სივრცე პოლიტიკური აბსოლუტურად სხვათა შორის, აი ეს მცდელობა ბიძინა ივანიშვილს ხო წამოწდებათ ხოლმე, ესე ვთქვათ, არც თუ გამოცდილ ადამიანებს პოლიტიკაში ის რაც თუმცა ეს არ არის ქალბატონო ნინო მნიშვნელოვანი ამბავი. როცა ლაპარაკი იყო, როგორ არა მნიშვნელოვანია, ოღონდ ხელოვნურად გაბერილი. როცა ლაპარაკი იყო, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ სპექტრზე, ბიძინა ივანიშვილმა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, აი ის პოლიტიკური სპექტრი უნდა დარჩეს, რომელიც მე მინდა რომ იყოსო და დღეს რეალურად ამის მცდელობა არის. ბოლო კოჰაბიტაციიდან მოყოლებული მცდელობა იყო იმისი, რომ მუდმივად დღის წესრიგში ყოფილიყო ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პოლემიკა, მუდმივად დღის წესრიგში ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა როგორც საფრთხობელა, რომელიც ნამდვილად არის საფრთხობელა და კიდევ უარესი და რაც შეეხება ხა რუსთავიორს, მე ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ. რუსთავიორის თემა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რუსთავიორის თემას არ შეუწუხებია ხელისუფლება, იმიტომ რომ მართლაც ის ესე ვთქვათ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრობს და ვინმესთვის საკუთრების დაბრუნებაზე ფიქრობს, თორემ სანამ ქიბარ-ხალვაში საკუთრებაზე დაიწყებდა ფიქრს, თუნდაც იმ 400 ლარიან, 600 ლარიან, 1000 ლარიან ჯარიმებს მოუხსნიდა ადამიანებს, გუშინ წინ ჩემთან 26 მაისის მონაწილე იყო ერთ-ერთი, რომელმაც მითხრა, რომ მისი შვილისთვის 26 მაისის პერიოდში გამოწერილი ჯარიმა უკანონოდ მანქანის დაყენების გამო დღემდე არ არის მოხსნილი. რა სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ? არავის გარდა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა არაფერი არ დაბრუნებია და არავის მიმართ სამართლიანობა არ აღდგენილა. ქიბარ-ხალვაშის პრობლემა კი არ აწუხებს ქართულ ოცნებას, მას აწუხებს რუსთავიორის პრობლემა, რაც ბუნებრივად გასაგებია, იმიტომ რომ რუსთავიორი რა თქმა უნდა მას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. მეორეს მხრივ რუსთავიორი ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია და ის რომ პარტიულ ტელევიზიად იქცა ასეთი მაღალ პროფესიონალთა გუნდი, ეს ნამდვილად ძალიან დასანანია, იმიტომ რომ შეიძლება რომ მართლაც ყოფილიყო რუსთავიორი ერთ-ერთი საუკეთესო და ობიექტური ტელევიზია საქართველოში, მაგრამ ის რომ რუსთავიორი არის პარტიული ტელევიზია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსთავიორის მაუწყებლობა უნდა შეწყდეს და რუსთავიორი უნდა დახურო იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეხლა ხელისუფლება ცდილობს, როდესაც მისცეს იმ მოსამართლეს საქმეს, რომელიც აცხადებს, რომ თუმცა ქალბატონო ნინო შეგახსენებთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა 7 ნოემბერი და იყო არა, მე არაფრის შეხსენება არ მჭირდება, ესეთი მარჯვეები თუ ბრძანდებით ყველანი ძვირფასო მეგობრებო, იმ ადამიანებს შეახსენეთ, ვისი განკარგულებებითაც მოხდა ეს ყველაფერი და ქართული ოცნების ხელისუფლებას მოთხოვეთ ამ ადამიანების დასჯა. ჩემი როლი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური იყო ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ეს გამოჩნდა თუნდაც 7 ნოემბერს და შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეადაროთ 7 ნოემბერს რა მოხდა და რა მოხდა 26 მაისს, აი ამას შეგახსენებთ კარგად და ის რომ 7 ნოემბერს არავინ არ დაიღუპა, არავინ არ იყო ესე ვთქვათ ისე ნაწამები როგორც 26 მაისს და ქვეყანა გადარჩა არასტაბილურობას, ზუსტად ეს არის ჩემი დამსახურება და ბურჯანაძეს კი ნუახსენებთ იმას, რაც არ უნდა შეახსენოთ. ქართულ ოცნებას მოთხოვეთ ის ყველამ აბსოლუტურად, რომ მოსთხოვოს ნაციონალურ მოძრაობას პასუხი და გამოიძიოს ყველაფერი 7 ნოემბერიც, 26 მაისიც, ყველა ესე ვთქვათ ის პერიოდები, რომელიც იყო სხვათა შორის მე განსხვავებით ნებისმიერი სხვა ადამიანებისაგან და მათ შორის იმ ხალხისგან, ვის დღეს ქართული ოცნების რიგებში არის და ვისაც 7 ნოემბერს წვლილი მიუძღვის, მე დაბეჯითებით ვითხოვდი იმას, რომ 7 ნოემბერის გამოძიებულიყო, 26 ნოემბერის გამოძიებულიყო, ყველა ჩანაწერი გამოძიებულიყო, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ რატომ არ გამოიძია ქართულმა ოცნებამ? იგივე 7 ნოემბერი რატომ არ გამოიძია? იგივე 26 ნოემბერი რატომ არ გამოიძია? იცით რა, 26 მაისი. იცით რატომ? 7 ნოემბერი რომ ბოლომდე გამოეძიებია, მაშინ უნდა ეთქვა,
რომ ბურჯანაძე არის ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც არეულობის დროს პარლამენტის კარები გააღო და ხალხი სიკვდილს გადაარჩინა. 26 მაისი რომ გამოეძიებიან, უნდა ეთქვა, რომ სხვათა შორის რუსთავიორის 9 კამერა იდგა თავისუფლების მოედანზე, რომ ერთი წამი დავასრულებ, თუ შეიძლება მოკლედ, უნდა დავასრულოთ რეკლამის დროა ახლა ჩვენს ეთერში. ესეთი ბრალდება გახმოვან და კიდე უნდა დავასრულო. 9 კამერა იდგა რომის თავისუფლების მოედანზე, რომ როგორმე ისე დაედგა სცენა, რომ თითქოს ჩემმა კორტეჟმა პოლიციელი გაიტანა. გამოიძიონ ეს თემები და ყველა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები, სხვა იქნება, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, მე ამისთვის არასოდეს არ ესე ვთქვათ, გამიცხადებია წინააღმდეგობა და გარწმუნებთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომგებიან პოზიციაში ნამდვილად მიაღმოჩნდები და არა ქართული ოცნების ის ლიდერები, რომლებიც მუდმივად მორალს მიკითხავდნენ. ძალიან კარგად ვიცი რას აკეთებდნენ მაშინ, ძალიან კარგად ვიცი რას აკეთებენ ახლა და იმედი მაქვს, რომ ქართული ძალიან დიდი მადლობა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი სტუმარი.